ნახოთ ვის ეფიქრებით ხშირად. მესიჯი ყველასთვის არის, მაგრამ არა ყველაფერი. ის ვინც გამალებით ცდილობს თქვენს დავიწყებას. ის ვინც ყურადღების გადასატანად 1000 ხერხს მიმართავს, მაგრამ ხვდება რომ არ შეუძლია. ვერ ახერხებს თქვენს დავიწყებას და არც არის გასაკვირი. ჩვენ ღილაკები არ გვაქვს დავაჭიროთ ჩართვა გამოთვას თითები. ამიტომაც ვართ ადამიანები და არა რობოტები. აცნობიერებს მწვავედ თქვენთან გატარებულ ურთიერთობას თუ როგორ იჯდა ხელის გულზე კომფორტის ზონაში. რა მარტივი იყო ყველა მისი პრობლემის მოგვარება. უკანოდ კი არაფერი ქრება. რჩება და დარჩა მასთანაც. მოგონებები. მოგონებებში ხშირად იხსენებს იმ დროს, რომელიც ბედნიერ მომენტებს ასახავს. აქ გრძნობებიც გვაქვს. გაცნობიერებული ემოციები მკაფიოდ გამოხატული და ეს არის მონატრება. ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი ადამიანმა, წინ კი სიჯიუტე, პრინციპულობა, ეგო და სიამაყე გასაქანს არ აძლევს იმისთვის, რომ კიდევ სცადოს. ეფიქრებით რის დროსაც მასში შედის სინანულიც. რაღაც ისეთი თქვა, რაც არ უნდა ეთქვა, რაღაც ისეთი გააკეთა, რაც არ უნდა გაეკეთებინა. საზღვრები მთლიანად გადალახა. აქ რა თქმა უნდა იმაზე საუბარი რომ ვერ გაძლებს უთქვენოდ სისულელია. შვენივრად ვძლებთ, როცა საჭიროა. არც შეუცვლელია ვინმე. თუმცა ის რომ ვიღაც დავკარგეთ გვენატრება, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ დაბრუნებას, ვინც ასე ხართ, თავისთავად მასთანაც იგივე ხდება. ისიც ეგრე ფიქრობს, რომ დრო დაალაგებს არეულ სიტუაციას. ეფიქრებით იმდენად, რამდენადაც მისი ცხოვრების კალაპოტი შეცვალეთ. გავლენა მოახდინეთ ერთმანეთზე. ეს გრძნობები ხომ თქვენთვისაც ნაცნობია. ვერ გივიწყებთ ფაქტია. როგორ მოახერხოს უკან ჩაბრუნება, ამაზეც ბევრი ეფიქრება. თუმცა ჩიხშიც რომ არის შესული, ესეც ფაქტია. მე ვიტყოდი რომ უყვარხართ კიდეც, რაღაცნაირად, თავისებურად. მთავარია რეალურად შეხედოთ ყველაფერს, ილუზიებში არ გადავარდეთ და მხოლოდ საკუთარი მე დააყენოთ წინ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში, თუმცა ეფიქრებით მას, ვინც ყველაზე მეტად ცდილობს თქვენს დავიწყებას. წარმატებები, პირადი კითხვები, WhatsApp-ზე 557 16 73. ნუ მირეკავთ, ძალიან გთხოვთ, უბრალოდ მომწერეთ და გიპასუხებთ.